თამთა. აგარაგზე წასასვლელად მზადავთ. წავალი, შამპურები. არა, ეხლა ამჯერად არ შამპურები არ დაგჭირდება, არც წალამი, არც ცეცხლი არ იქნება, არც ბოლი, არც ბევრი ჭურჭელი, არაფერი. მე აღარ მოვდივარ. უკვე კარგი ამინდებია, დადგა იმის სეზონი, რომ მეგობრებთან ერთად გავიდეთ ქალაქგარეთ და ბევრი გემრიელი საჭმელები მოვამზადოთ. მაგრამ რთულ ქართულ საჭმელებს უფრო ბევრი წვალება ჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებობს კარგი ალტერნატივა, რომ მოვამზადოთ უფრო მცირე ზომის, ერთი ლუკმის ზომის საჭმელი, რომელიც გემრიელია, ლამაზად გამოიყურება და სწრაფად მზადდება. დავიწყეთ. პირველ რიგში ვამზადებ ყაბაყის აპეტაიზერს. ქვაბში ჩავასხათ ზეთი. დაგჭირდება 2 საშუალო ზომის ყაბაყი. გადავიტანოთ მარილი. დამჭირდება მწვანე ხახვი, მხოლოდ ღეროები, მწვანე ნაწილი. ესეც დავუმატოთ ყაბახს. ოხრახუში. და 2 კბილი ნიორი. ყაბაყი უნდა დარბილდეს, ბოლოსკენ დავუმატებთ დაჭრილ ნიგოს, ნუშის ფქვილს და გავახვევთ ფილოს ცომში. აი კიდევ ერთი მარტივი გამოსავალი. ფილოს ცომი იყიდება მზა მდგომარეობაში, ძალიან გემრიელია, მსუბუქია და სწრაფად ცხდება. ყაბაყი დაიბრაცა, ოდნავ უკვე დარბილდა კარგად. გამორთოთ. გადმოვიტანოთ ცალკე ჭურჭელში, ისე რომ ზედმეტი ცხიმი შევეცადოთ, რომ არ გამოვაყოლოთ. ყაბაყის მასას დავუმატოთ ნუშის ფქვილი, სულ ცოტა, იმისთვის რომ შეკრას თანაც მასა. დაახლოებით 40 გრამი. ჩანგლით ცოტა დავჭყლიტოთ, ისე რომ უფრო ერთიანი გახდეს თვითონ. და გემოსთვის დავუმატოთ სულ ცოტა ნიგოზი, 50 გრამი. შევეცადოთ, რომ ესე დავჭრათ პატარა ზომებად, რომ მასას კარგად შეერიოს. ჩავყაროთ. ერთხელაც ამოურიოთ და შიგთავსი უკვე მზად არის. გადავიდეთ ფილოს ცომზე. გამოსაცხობი ფირფიტა, გამოსაცხობ ქაღალდთან ერთად, გადმოვიტანოთ ფილოს ცომი. ზედა ფენებს ვერ გამოვიყენებ, რადგანაც სწრაფად შრება. ავარჩიოთ უფრო რბილი ნაწილები. დაახლოებით 6 ფენა დაგჭირდება ფილოს ცომის. ზეთი. ზეთის საშუალებით უფრო დარბილდება და უფრო მოქნილი გახდება ფილოს ცომი. ჩავდოთ შიგთავსი, ცალმხარეს. გადავკეცოთ სამკუთხედად. გავუსწოროთ კუთხეები. და გადავიტანოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
კიდევ უფრო ლამაზი რო გამოვიდეს, გადავუსვათ კვერცხის გული. და მოვაყაროთ სელის თესლები, რომელიც კიდევ უფრო ლამაზ ფერსაც მიცემს. გემრიელი იქნება, როცა გამოცხება და ლამაზი. ვაცხობთ 200 გრადუსზე 5-7 წუთით. ძალიან ლამაზია. მართლა სწრაფად მომზადდა. თუ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი ზომაც აქვს, ძალიან პატარაც არ არის. ძალიან გემრიელი სუნი აქვს და ძალიან ხრაშუნა გამოვიდა. უნდა გავსინჯო. ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი და ყველაზე სწრაფად საჭმელი ხორცის და ბოსტნეულის სენდვიჩები. მთავარი ინგრედიენტი. გემრიელი სენდვიჩები, ბოსტნეულის და ხორცის. დავიწყებ ბოსტნეულის ჭრით. ბოსტნეულის სენდვიჩისთვის ავირჩიე ბადრიჯანი, ყაბაყი, ხახვი, ბულგარული წითელი და ყვითელი. ბადრიჯანი ჭირდება დაახლოებით 3 ნაჭერი და ასევე ყაბაყიც. ბულგარული ყვითელი ნახევარი თესლისგან გასუფთავებული, ასევე წითელი ბულგარულიც. ხახვი მესამედიც კი საკმარისია. ერთდროულად შევწავ ბოსტნეულს და საქონლის სტეიკს. ცოტა ზეთი და მთლიანი სტეიკი. სტეიკის შეწვას დასჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი, მინდა რომ ცოტათი სისხლიანი იყოს. ბოსტნეულის შეწვას კი 5 წუთიც ეყოფა. აუცილებლად ზეითუნის ზეთში უფრო არომატული რო იყოს, უფრო გემრიელი და ჯანსაღი. ყველაფერი შემიძლია ერთად ჩავყარო. ცოტა მარილი, პილპილი, ასევე სტეიკსაც, მარილი. ბოსტნეულის სენდვიჩისთვის უფრო მსუყე რო იყოს და უფრო გემრიელი რო იყოს, მოხარშული ლობიოს პიურეს გავაკეთებ. მზადდება ძალიან მარტივად. ქილის ლობიო, ქონდარი, სუნელები შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, მაგრამ ქონდარი და ქინძი განსაკუთრებულად უხდება. მარილი, პილპილი, ცოტათი ზეთი და კარგად დავჭყდავ. ლობიო მზად არის, ბოსტნეულის ძალიან მალე იქნება მზად და სტეიკიც ამოვატრიალოთ. ცოტა ზეთი ისევ. ბოსტნეული შემიძლია უკვე გამოვთო. სანამ სტეიკი დასრულდება, მოვამზადებ სოუსებს. ორივე სოუსი მზადდება მაიონეზის ბაზაზე. 2 სუფრისკოვზი ერთში და ასევე 2 სუფრისკოვზი მეორეში.
ერთი კბილი ნიორი. მაიონეზში ჩავახეხავ. ლიმნის წვენი. და გახეხილი მჟავე კიტრი. ესეც ბევრი არ გვჭირდება და ახლობით ნახევარი მჟავე კიტრი ეყოფა. კარგად ამოურევ. ძალიან გემრიელია. მჟავე კიტრი, ნიორი და მაიონეზი ძალიან უხდება სტეიკს. გავაგრძელებ ბოსტნეულის соуსი. ბოსტნეულის соуსისთვის გვჭირდება მაიონეზი, დოგვი, სასურველია დიჟონის დოგვი. რადგან ბოსტნეულია соусშივე გავუკეთებ ცოტათი რეჰანს. რეჰანი წვრილად დაჭრილი, რეჰანი უხდება ლობიოსაც, ყაბახს, ბადრიჯანს, მოვაყრი. ამას მოუხდება ძალიან ტაბასკო. ცოტა სიცხარეს მისცემს, გემოს გაუღვივებს. 2-3 წვეთი საკმარისია. ამოურევ კარგად. ფერიც ლამაზი მიიღო და გემოც კარგია. გავაგრძელებ. ბოსტნეულს გადმოვიღებ. შემიძლია უკვე პური მოხუხო. პური სასურველია უფრო მაგარი პური იყოს. სისქე დაახლოებით 1 სანტიმეტრი. კარაქი. გადაუსმევ და დავდებ გრილზე. თითქმის ყველა სენდვიჩს უხდება პომიდორი. პომიდორსაც დავჭრი. ოთხი, 5 ნაჭერი ორივე სენდვიჩზე მეყოფა. სტეიკიც მზად არის. ამასაც გძლად დავჭრი. შვენიერი ლამაზია. პირველ რიგში ავაწყობ სტეიკის სენდვიჩს. соуსი კარგად გადაუსმევ ესე ორივე მხარეს. სალატის ბოთოლი. სტეიკი. არ დავინანებ და ბევრს დავდებ, მაქსიმალურად ბევრს დავდებ. პომიდორი. სტეიკის სენდვიჩი მზად არის. დავიწყებ ბოსტნეულის სენდვიჩის მომზადებას. ბოსტნეულის სენდვიჩისთვის соуსი. მაიონეზი, დოგვი, რეჰანი და ცოტათი ტაბასკო. ძალიან გემრიელი соуსია. შემდეგ ლობიო. მერე ყაბაყი, ბადრიჯანი, ბულგარული, ყვითელი, ბულგარული, წითელი, ცოტა ხახვი, პომიდორი. და იმ მეორე პურზე უკვე სალატის ბოთოლს დავადებ. ძალიან გემრიელი ბოსტნეულის სენდვიჩი და სტეიკის სენდვიჩი მზად არის. კარგია. ისპანახი. დამჭირდება ზიანი ღვეძელისთვის. კიდევ ერთი გასაყოფი კერძი. ვამზადებ ქათმის და ისპანახის ღვეზელს, რომელსაც შევუცვლი ფორმას და მივიღებ ისეთ კერძს, რომელსაც არ დაჭირდება არც დანა, არც ჩანგალი
და პრინციპში არც თებში. მარტივია. დავიწყეთ. პირველ რიგში ვამზადებთ ცომს. ქვილი 500 გრამი. მარილი 1 ჩაის კოვზი. შაქარიც 1 ჩაის კოვზი და საფუარი 12 გრამი. 2 ცალი მთლიანი კვერცხი. და წყალი 250 მილილიტრი. სასურველია თბილი ოთახის ტემპერატურის წყალი. გავხეთქოთ კვერცხის გულები და ამოვზილოთ ცომი. გადმოვიტანოთ დაფაზე და დაახლოებით 2 წუთი ვზელთ. მივიღეთ ესეთი ელასტიური რბილი ცომი. არც ზედმეტად რბილი არ უნდა გამოვიდეს, რადგან შემდეგ ფორმაც გვინდა რომ მივცეთ. გადავიტანოთ ისევ ჯამში. გადაუსვათ ზემოდან ოდნავ ზეთი ხელით, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი. და დავტოვოთ თბილ ადგილას 40 წუთით. ვამზადებთ შიგ-თავს. პირველ რიგში დავჭრათ ქათამი. ჯერ მოვაჭრათ ზედა და ქვედა მხარე, რომ ერთი ზომის ნაჭრები უნდა იყოს, სიმეტრიული. ამასაც კიდევ შუაზე გადავჭრით. დამჭირდება დაახლოებით 500 გრამამდე ქათმის ფილე. ქათამი დავჭერით, ავანთოთ გაზი. ზეთი. ვიწყებთ ქათმის შეწვას. მე მინდა რომ ქათამი უბრალოდ გარედან დაიბრაწოს, ბოლომდე არ შევწვავ. რადგან შემდეგ კიდევ გამოცხვება და არ მინდა რომ შრალი გამოვიდეს ქათამი. უბრალოდ მინდა რომ ეს შემწვარი გემო ქონდეს. რაც თავარია, მინდა რომ გაუჯდეს კარგად სუნელი, რომელსაც დავუმატებ. დაღერღილი წიწაკა. ოდნავ ცხარე რო იყოს. და ვორჩესტერ соуსი. ვორჩესტერ соуსი ეს არის ნაერთი, ასე ვთქვათ, საკმაზი ხორცის, იდეალურად უხდება საქონლის ხორცს და ქათმის ხორცსაც თავისებურ გემოს აძლევს. თუ არ გაქვთ ვორჩესტერ соуსი, უბრალოდ მარილი და პილპილით საკმარისი იქნება. უბრალოდ ეს უფრო პიკანტურ გემოს მიცემს და უფრო ნოყიერი იქნება არომატებით. ამოვატრიალოთ ხორცი. აი ზუსტად ეს ფერი მინდოდა რომ მიეყო. ვორჩესტერი თანაც უფრო ყავისფრად დაბრაწავს ხორცს. უფრო ხრაშუნა იქნება გარედან. დავუმატოთ ისპანახი, მთლიანი ფოთლები, ნახევარი კონა. ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ამოურიოთ. მინდა რომ უბრალოდ ისპანახი მოვწალოთ. რადგან ხორცი უკვე დაბრაწულია კარგად. ამას ცალკე ჩვენიურად შევჭამდი. ისეთი არომატი აქვს და ფერი და დარწმუნებული ვარ რომ გემოც. სიმძაფრისთვის ვუმატებ სულ ბოლოს ნიორს, 2 კბილს. გადავიტანოთ. აი ეს შეგვიძლია უკვე ამოურიოთ. 2 წუთიც და მზად არის.
ძალიან მაგარია. მზად არის. დავიწყოთ ცხობა. ქვილი. ხელით ცენტრში აი ესეთი ბურთი დავტოვოთ. დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე ვჭრით ცომს, ისრებად. დავთვალოთ, რამდენი ცალი ქათმის ფილე მაქვს. დაახლოებით 16 ცალი არის. ანუ ცომს ვჭრით 16 თანაბარ ნაწილად. გადმოვიტანოთ გამოსაცხობი ფირფიტა, გამოსაცხობ ქაღალდთან ერთად. ფრთხილად გადავიტანოთ, არაუშავს, მე ხელითაც დავშლით ჩვენ ამას. მარტივად წამოგვყვება ჩვენ ცომი. და ვიწყებთ ასე. ქათმის ფილე, შემოვახვიოთ ისპანახის ფოთოლი და შემდეგ ესე შემოვახვიოთ ცომი. მინდა რომ გამოჩნდეს ალაგ-ალაგ ხორცი ან ისპანახი. და ბოლო. თითქმის უკვე მზად არის გამოსაცხობად. ეხლა ხელით გავალამაზოთ, ისე რომ თანაბარი იყოს. ზის ფორმა აქვს. ეხლა ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული. პირველ რიგში ცენტრში წავუსვათ. და აი აქაც ნაზად ესე გადავუსვათ. და ვაცხობთ 200 გრადუსზე 10-12 წუთით. ძალიან ლამაზად გამოცხვა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სახალისო და მარტივი გასაყოფი კერძი გამოვიდა. ფრთხილად გადმოვიტანოთ, რომ არ დამეშალოს. აი ესე, ერთი ცალი მოვაძრე. გემრიელი სუნი აქვს. ვნახოთ გემო. ნაზიმ, სუბუქი, გემრიელი. ვიწყებთ მოგზაურობას სიყვარულის ქალაქში, თუმცა ეს მხოლოდ სიყვარულის ქალაქი არ არის. ეს არის ყველაზე მისტიური ხედების, ყველაზე მდიდარი ლანდშაფტის და ყველაზე ემოციური არომატების ადგილი. ეს არის მოგზაურობა ცის კურორტზე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, როგორ ხართ? ჩვენი პირველი მასპინძელი ამერიკელი ჯონ ვერდმანია, საკუთარი საქართველოსის სიღნაღის ცენტრში. სამხატვრო სახელოსნო და გალერეა, ქართული ფოლკლორის კუთხე, ხალხური ხელოვნების ნივთების ოთახი, თორნე, რესტორანი, სამზარეულო და რა თქმა უნდა ღვინის მარანი. ესე იგი, ეს არის ნამდვილი 300 წლის წინანდელი მარანი. თუ დიდი სიყვარულით დააქენეთ ღვინო, იგივე ყურადღებით, უნდა იყოს ქერცებით დამზადებული და პროდუქტები არჩეული. ესე დაიბადა ჩვენი მაგალითად რესტორანი. შეფ-პოვერი გია როკაშვილი, აი თვითონ დადის ბაზარზე, თვითონ უყურებს რა არის საინტერესო და უნიკალური და სინასახო არ იცის, სითელი ფხალი იქნება თუ გარული სათესური იქნება. სირი მენიუ არის, მაგრამ სამაგიერად ყოველდღე იცვლება. თვითონ პროდუქტები, მაგალითად ჰანძილი ნაირ-ნაირად ვიქენებ. ეხლა ზირეთად ვიცი, რომ ჰანძილი უნდა აიღებ, სკალში ჩავდო, ამოვიგეთ კინგზი და ძმრით.
ძალიან გემრიელიც და შვენიერი არის, მაგრამ ხანძილი როგორც ინგრედიენტი ბევრად უფრო მეტი პოტენცია აქვს. სწორედ ამიტომ ღანძილის ომლეტი მაწვნის соусით ჩვენი მოგზაურობის პირველი აღმოჩენაა. იგივე ჯონჯოლია, მაგალითად, მე ვთვლი, რომ ჯონჯოლი საოცარი ინგრედიენტი არის და რა თუ უნდა მარტო ამოვიღებთ ცნილიდან, დავდოთ ხახვით და ქახური ზეთით. ბევრად უფრო ესეც გემრიელია, მაგრამ როცა ეს უკვე ორჯერ, სამჯერ გაქვს ნაჩამი, უკვე საინტერესო არ არის. ჯონჯოლის კატლეტი კიდევ ერთი სიურპრიზი სიღნაღისგან. აბა გაგიმარჯოს. ღვინის სამყაროში მოგზაურობას კი ცოლიკაურით ვიწყებთ. კიდევ რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არომატი გველოდება და თითოეულთან ურთიერთობა ემოციების ახალი შრის გახსნას ნიშნავს. ზეთისხილის ჭირი, ძროხის და ცხრის ნარევი ყველი, გამომცხვარი პურის სანელებლებიან ზეთში და კიდევ ერთი აღმოჩენა, კამეჩის გაწურული მაწონი თუთის მაშარაფით. ამ ყველაფრის ერთიანობა უკვე სადღეგრძელოა. და გაუმარჯოს, ყველაფერი ნამდვილს და ნახს. ახალი დღე კახეთში აუცილებლად პურის ცხობით იწყება. აქაც ვაზი მონაწილეობს, თონე წალმის ტოტებით ხურდება. ეს არაა უბრალოდ პურის მზადების პროცესი, ესაა რიტუალი, რომელსაც ყველაზე ცოცხალი გემო აქვს. უამრავი სიახლე და ტრადიცია, რომელიც ამ პატარა ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის ერთიანდება. თუმცა მოგზაურობა სიღნაღში სრულფასოვანი არ იქნება მთავარი რიტუალის გარეშე. წვადი ყველგან იწვება, მაგრამ არსად ისეთი, როგორიც აქ, კავკასიონისა და ალაზნის ველის ფონზე, ნამდვილ მისტიკაში. და სწორედ აქ არ არსებობს მწვადის შეწვა მთავარი არომატის, ცოცხალი ბროწეულის წვენის გარეშე. აი ეს არის იმაზე მეტი ვიდრე კულინარია.